Novaya Gazeta საქართველოს შესახებ რუსი ჟურნალისტის იულია ლატინინას ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარ საპროტესტო აქციებსა და მის ფონზე 8 წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებზე. სტატიის დასაწყისში ლატინინა აღნიშნავს, რომ ნინო ბურჯანაძის და მისი გარემოცვის გეგმა საქართველოში რუსული სადაზვერვო სამსახურის სპეცრაზმის შემოსვლის შესახებ ჩაიშალა და მსხვერპლიც მათ მიერ დაგეგმილზე გაცილებით ნაკლები იყო. შემდეგ კი ჟურნალისტი ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა პოლიციის ადმინდობის გაზრდა, კორუფციის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა და სასჯელ აღსრულების სისტემაში მომხდარი ცვლილებები. სტატიაზე მუშაობისას საქართველოში ჩამოსული ჟურნალისტი განსაკუთრებით ბათუმის ახალი იუსტიციის სახლით მოიხიბლა. მისი თქმით, აქ შესაძლებელია ნებისმიერი სახის დოკუმენტის მაქსიმალურად მცირე დროში მიღება, რიგში დგომის გარეშე მოწესრიგებული სისტემით. ლატინინას სვამს კითხვას, თუ რა დაჯდებოდა საქართველოში განხორციელებული 9 მილიონიანი პროექტი მის ქვეყანაში და შემდეგ წერს, რომ მსგავსი დაწესებულება პუტინის მმართველობის პირობებში რუსეთში ვერასოდეს იარსებებდა, რადგან იუსტიციის სახლის კონცეფცია მცირე დროში გაუწიოს მომსახურება მოქალაქეებს, სრულად ეწინააღმდეგება რუსეთში მოქმედი რეჟიმის კონცეფციას.